ძალიან დიდი დრამატიზმით სავსე და ესე მითხრა, რომ კონშულს აქვს აქონდროპლაზია, რომელსაც არაფერი ეშვებება. არ იყო მარტივი, რა თქმა უნდა, ამასთან თვალის გასწორება. თან ძალიან იშვიათი დიაგნოზია ეს ემართებათ 25,000-ში ერთი შემთხვევაა. მოკლედ ეს ხდება გენეტიკური დაავადება ქვია, მაგრამ აი რო აღხსნა ბავშვის გენის სპონტანური მუტაცია ხდება. ფიქრობ, რომ პეტრემ ძალიან გამზარდა, არა მარტო მე, გაზარდა თავისი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ნორმის ფარგლებში აქვთ ინტელექტი. და შენ ისე თვალებით გიყურებს, რომ ამაში არ ჩანს რაღაცა სინანული სიბრალული, უკმაყოფილება და პირიქით ამაყობს მოსწონხარ, მაყოფილია, გიღებს. აი ამაზე დავიწყე. იცით რა, ამაზე დაუმშვიდეთ, იმიტომ რომ მივხვდი, რომ თან ცოტა დავიგვიანე ჩემი აზრით კომუნიკაცია, ცოტა ადრე შემეძლო მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია თავის შესახებ. მაგრამ რაღაცნაირად ამჩნევ და ნახე ერთხელ მითხრა, რომ ნახე ხელი გამიზარდა და რაღაცა კლავი და ხელს ხოვს და მაგრამ აი როგორც აღნიშნე, ჩემი გამოწვევები უფრო სამშვილისთვის ყურადღების გადანაწილება და ხარისხიანი დროის გატარება არის სირთულე, ვიდრე ის, რომ განსხვავებული არის აქედან ერთ-ერთი და მოგესალმებით, ეს დედების პოდკასტია, მე მარიამი ვარ. დღევანდელ ეპიზოდში ვსაუბრობ დედობაზე, რომელიც განსხვავებულ გზას გადის. ჩვენი ეპიზოდის სტუმარი არის მაკუნა გოჩიაშვილი, ბავშვის დედა, რომელსაც დაუსვეს აქონდროპლაზიის დიაგნოზი და გვიყვება იმ გამოცდილებაზე, ძალიან საინტერესო გამოცდილებაზე, რომელიც გამოწვევებითაც სავსეა და იმ უდიდესი ძალით, რომელსაც ალბათ ამ პროცესში ყოველი დედა გადის. მოგესალმები, მაკუნა. გამარჯობა. ჩვენი ეპიზოდის სპონსორს წარმოგიდგენთ, ეს არის Baby Bio, ფრანგული ბრენდი, რომელიც დედებს თავაზობს ბიოორგანულ ხას პატარების მოსავლელად. დავიწყოთ მაშინ და რომ მოგუყვე აი ამ მთელი პროცესის შესახებ, პირველ რიგში როდის გაიგე დიაგნოზის შესახებ. მადლობა მოწვევისთვის. პეტრე არის ჩემი მესამე შვილი, დედობის გამოცდილება უკვე კარგად მქონდა დაგროვილი. ესე იგი, დიაგნოზის გარკვევა მუცლად ყოფნის დროს არ მოხერხდა, მაგრამ როგორც წესი აქონდროპლაზია მე-7 თვიდან ჩანს ხოლმე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ გამოჩნდა, ვერ ამოიცნეს, ასე ვთქვათ, ექიმებმა და უკვე საბშობილოში, როდესაც გავაჩინე და სხვათა შორის რო გავაჩინე და პირველად ბავშვი ჩავიხუტე შევხედე, მივხვდი, რომ განსხვავებული ძვლოვანი სტრუქტურა აქვს და მეუცნაურა, ასე ვთქვათ. ანუ ხილული ნიშნები ესე აქვს თავიდანვე. აქვს თავიდანვე, კი, აი მაგაზეც გეტყვით. თვითონ მედიდებმაც შეამჩნიეს, პედიატრებმაც შეამჩნიეს გარკვეული ნიშნები, რომელიც საჭიროებდა გენეტიკოსის დამოწმებას. ეს არის უნაგირად ცხვირს ეძახიან, დაუნის სინდრომის ბავშვებსაც ახასიათებთ და აი ეს თქვათ ეს ხრტილოვანი ადგილი საერთოდ არ აქვს ფაქტობრივად ახალშობილებს და უნაგირად ცხვირი, წინ წამოწეული შუბლი და ეს უკვე რაღაცა ისეთი ნიშნები იყო, რომელიც გენეტიკოსის ჩარევას საჭიროებდა. ანუ სანამ მე ახალი ნამშობიარე ვიყავი პალატაში, მათ შეამოწმებინეს გენეტიკოსს და წინასწარი დიაგნოზი, რაღაც 100%-იანი არა, მაგრამ ეჭვი შეიტანა აქონდროპლაზიაზე გენეტიკოსმა. შემდეგ შემოდის ჩემთან პედიატრი მეორე დღეს და მეუბნება, აი აქ ცოტა კრიტიკულად ვარ განწყობილი ამ პედიატრის მიმართ და მინდა რომ ყველამ გაითვალისწინოს ექიმებმა, ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. ხო. და ძალიან სამგლოვია რომ განწყობა იყო და ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი, მისი სიტყვებიც იყო ძალიან დიდი დრამატიზმით სავსე და ესე მითხრა, რომ კონშულს აქვს აქონდროპლაზია, რომელსაც არაფერი ეშვებება. ეს არის დიაგნოზი, რომელსაც არაფერი ეშვებება. ანუ ესეთ სიტყვები ხო, ანუ ძალიან ცუდი ფორმულირება. რეალურად არც აქონდროპლაზიის შესახებ მსმენოდა ამ ტერმინის შესახებ არაფერი და ეს არაფერი ეშველება კიდევ რაღაცა ძალიან დამამძიმებელი, ხო, რაღაცა ამძიმებდა და
რა თქმა უნდა, რაღაც შოკურ მდგომარეობაში ჩავარდი და კითხვები მომდიოდა ძალიან ბევრი და ხო, ნელ-ნელა სხვათა ყველაზე ბევრი და ყველაზე კარგად დიაგნოზის შესახებ გავიგე მაშინ, როდესაც გამომწერეს. მაშინ smartphone არ მქონდა სამშობიაროში და როცა გამომწერეს, უკვე ინტერნეტის საშუალებით დავსერჩე, გავიგე უკვე ყველაფერი და არ იყო მარტივი, რა თქმა უნდა, ამასთან თვალის გასწორება. თან ძალიან იშვიათი დიაგნოზია ეს ემართებათ 25,000-ში ერთი შემთხვევაა. მოკლედ ეს ხდება გენეტიკური დაავადება ქვია, მაგრამ აი რო ავხსნა ბავშვის გენის სპონტანური მუტაცია ხდება. ანუ ეს არ არის რაღაცა გადმოტანილი დიაგნოზი. არამედ თვითონვე მისმა გენმა განიცადა მუტაცია. და რას ნიშნავს ახლა ეს არის ძვლოვან სტრუქტურაში ხრტილის განუვითარებლობა. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მაჩვენებელი ეგ არის რომ ხრტილი თუ კი ტიპიური განვითარების ადამიანის შემთხვევაში ხრტილი ბავშვებიდან ნელ-ნელა იზრდება და ძვალდება, ამათ შემთხვევაში ეს ხრტილი არ იზრდება. არის განუვითარებელი და მაშინ რა კიდე მოვიძიე ბევრი რაიმე საშუალება ხო არ არსებობდა და არანაირი მედიკამენტი არ არსებობდა. საერთოდ. პეტრე რამდენი წლის არის ახლა? ახლა არის 11 წლის. ხო, მაშინ ერთადერთი ბოზორიტიდი შემხვდა და მაშინ იყო მეოთხე ფაზას გადიოდა, საცდელი პერიოდი ქონდა. და რაღაც დამაიმედებლად ჟღერდა, მაგრამ დიდი იმედები მაშინ არ დამიმყარებია. ამაზე დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, რომ როგორ მეცხოვრა ამასთან ერთად. პირველი მშობლის პირველი სადარდებელი არის ბავშვი თავად როგორ იგრძნობს თავს. რომ ბავშვი დაიცვას. ბედნიერი იქნება, ხო არ დაიჩაგრება ცხოვრებაში, აი ეს არის ყველაზე დიდი ალბათ დარდი რაც მოგყვება და მაშინ დაახლოებით 2 კვირა ვიყავი ცოტა ესეც შოკურ და მძიმე მდგომარეობაში, როდესაც ძალიან ბევრი სხვადასხვა შეგრძნება მქონდა, ზოგიერთით ახლა არც ვამაყობ, რა თქმა უნდა იყო ძალიან მძიმე ამასთან შეხვედრა და მაგრამ ადამიანურია ყველაფერი. კი და აი ყველა დედას მინდა ეს რაღაცნაირად გაბუზიარო, რომ აი ამაზე დანაშაულის გრძნობა მათ არ უნდა დაგვტანჯოს შემდეგ რა ძალიან რაღაც ბუნებრივი მოსული ემოცია, რომელსაც რაღაც მომენტში თვალს ვუსწორებთ და ამაზე ვმუშაობთ შემდეგ. ძალიან დამეხმარნენ მეგობრები, ძალიან დამეხმარა გარემოცვა და მაგ დროს ზოგი მხარს გიჭერს და ზოგი შეიძლება პირიქით რაღაცა უარესი სიტყვები მოისმინო, მაგრამ აი აქ უკვე შენთან არჩევ იმ ადამიანებს, რომლებიც უფრო მეტად გეხმარებია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მქონია ზოგადად პოსტსამშობიარო ტრავმა ისაც აქვთ ქალებს და მით უმეტეს გამოწვევებით არის სავსე, ამ დროს გვერდში დგომა არის უმნიშვნელოვანესი და მიმართულებით არა მხოლოდ ადამიანებმა, არამედ სახელმწიფომ, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალმა უნდა იზრუნოს, რომ მშობლები ხარი დაუჭირონ და გააძლიერონ ამ დროს და დააკვალიანონ. რა თქმა უნდა, შენ ახსენე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რომ შენ თვითონაც მოგდიოდა რაღაცა ისეთი ემოციები, რომლებსაც რაღაც მომენტში მე არასწორად ვთვლიდი. ძალიან მნიშვნელოვანი გააზრება მგონია ეგ, იმიტომ რომ მართლა ყველანი ადამიანები ვართ, ყველა შეიძლება თავში პოზიტიური, ნეგატიური აზრები მოგვივიდეს და ამის გამო დამატებით კიდე რომ თავი დავიდანაშაულოთ, ალბათ დამატებითი სტრესი და არასწორია. კი, და სხვათა შორის ზუსტად მაგიტომაც ვამბობ, მე წავს გარშემო მეგობრები დაუნის სინდრომი აქვს ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც სულ ამბობს ხოლმე, რომ გამზარდა ლილემ. და რატო გზრდის ეს? რომ ისეთ რაღაცებს აღმოაჩენ საკუთარ თავში დამატებით, რაზეც მე მუშაობას იწყებ, ხო? ანუ რაღაცა გაცნობიერება. ცოტა სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედე, დანაშაულის გრძნობა არ უნდა დაგვტანჯოს და არ უნდა ჩაგვიძიროს, მაგრამ ცოტა თვალი უნდა გაუსწორო, კითხვები დაუსვა საკუთარ თავზე, საკუთარ თავზე იმუშაო, რომ აი რატო მოგდის ეს, რა გაშინებს, აი ამ შიშებს რო ჩახედავ თვალებში და ამ შიშების დამუშავებას იწყებ, ეს არის ზუსტად გაზრდა, ეს არის პიროვნული განვითარება, ხო და მე ვფიქრობ, რომ პეტრემ ძალიან გამზარდა, არა მარტო მე, გაზარდა თავისი ბებიები, პაპები, ანუ გარემოცვაც, იმიტომ რომ ეს მიმღებლობაზე რო იწყებ ადამიანის მუშაობას, მე აუცილებლად იმაზე უკეთესი ხდები, ვიდრე მანამდე. გეთახმები. ძალიან საინტერესო პროცესია მართლა, იმიტომ რომ შეიძლება პროცესში შენი თავის ისეთი თვისებები აღმოაჩინო, რომელზეც წარმოდგენა არ ქონდა და შემდეგ ამაზე იმუშაო და უკეთესი ადამიანი არ დაექცე. კი. ცოტა რთული არის, მაგრამ მიღების შემდეგ ესეც უნდა მიიღო, რომ გააქვს ეს ემოცია და ამის შემდეგ მე რაღაცნაირად იმუშაო საკუთარ თავზე და აუცილებლად
იქნები უკეთესი ადამიანი. კი ბატონო, გეთახმები. როგორია ყოველდღიურობა? აი, თქვენი ყოველდღიურობა როგორია ამ დიაგნოზთან ერთად? მე უბრალოდ შეიძლება რაღაცნაირად ისეთ კითხვას ვამდე, უბრალოდ ეს შეიძლება არც იცვლება არაფერი. ხო, ჩვენს შემთხვევაში პეტროს როგორც ინტელექტუალურად საქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ნორმის ფარგლებში აქვს ინტელექტი. ერთადერთი სჭირდებათ ხელშეწყობა სახლშიც და გარეთაც, რომ რაღაც დამოუკიდებლობის უნარჩვევები გამოუმუშავდეთ და გარემო ამაში დაიხმაროს. სკოლაშიც რაღაცებს მისწვდეს, სჭირდება რაღაცა საყრდენები, სკამი იქნება, იკიბე იქნება თუ რაღაც, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ყველაფერი და ამაში ხელშეწყობა და სხვა მხრივ აბსოლუტურად არ მოითხოვს დამატებით შრომას. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ თავიდან კი ვთქვი, რომ ძალიან გამიჭირდა მეთქი, მაგრამ შემდეგ უკვე ჩემი თავარი მიზანი გახდა პეტრეს სინდრომის, აი აქონდროპლაზიის მიმღებლობა ჩვენი მხრიდან და გარემოს მხრიდან. ოღონდ გულწრფელად რა, რომ მე მინდოდა რომ მას დაენახა ჩვენს თვალებში და გარემოს თვალებში, რომ ის მოგწონს ისეთი როგორიც არის. ეს ძალიან დიდად იმოქმედებდა უკვე მისსავე თვით შეფასებაზე. როდესაც ხედავ, რომ შენ ისეთ თვალებით გიყურებს, რომ ამაში არ ჩანს რაღაცა სინანული, სიბრალული, უკმაყოფილება და პირიქით ამაყობს მოსწონხარ, მაყოფილია, გიღებს. აი, ამაზე დავიწყე, იცით რა, ამაზე დაუმშვიდეთ, იმიტომ რომ მივხვდი, რომ აი როგორც თქვი თავიდან, რომ მისი ბედნიერებისთვის რა არის მთავარი, ამას დავიწყე ფიქრი, ხო? მივხვდი, რომ ეგ არის მთავარი მისი ბედნიერებისთვის, მეტი არაფერი არ სჭირდება. აი ეგ არის გარანტია, ასე ვთქვათ, რომ ის იყოს და ნებისმიერი ადამიანისთვის რომ დავუფიქრდეთ, ეს არის მიკროსამყაროდან იწყება. აქედან რომ დაიწყებ, მე გადამდებია უკვე და ასეც მოხდა. აი საზოგადოების რეაქციაც ქუჩაში, საახლობლოში უკვე მე ძალიან ჯაჭვურია, იმიტომ რომ ერთ ბავშვიც უშვებს ამ სიგნალებს, როდესაც მიჩვეულია რომ მის სიმშობლები ისეთ კმაყოფილები და ბედნიერები არიან, მიღებული ყავთ ძმებს, მშობლებს, ოჯახს, ყველას. თვითონაც მე ამაში რწმუნდება, არის თავდაჯერებული, თვით შეფასება აქვს ნორმის ფარგლებში და ამ სიგნალებს უშვებს გარემოშიც და მიმღებლობაც, აი ეს ცოტა ჯაჭვური როცა ადამიანი მართლა აი ამას ანახებს გარემოს, რომ შვიდად არის კმაყოფილია, მიღებული არის, უბრუნებს იგივეს. ნებისმიერ ადამიანის შემთხვევაში ნამდვილად ესეა. აი ამ პერიოდში რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად? ვთქვათ, ეს იყო მეგობრების მხარდაჭერა, ინფორმაცია. კი ბატონო, ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მანამ ვერ დავუშვიდდი, სანამ ამ მწურავად არ წავიკითხე ამ დიაგნოზის შესახებ ყველაფერი გვერდითი მოვლენების ჩათვლით, აი შესაძლო გართულებების შესახებ, რას უნდა ველოდე, აი ამ მხრივ ინფორმირება მშობლის უმნიშვნელოვანესია, სხვანაირად ეს შფოთვა არ მოგეხსნება, როცა არ იცი რასთან გაქვს საქმე. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ამაზე სამედიცინო პერსონალმა ფიქრობ, რომ აიღო პასუხისმგებლობა სამშობიაროშივე, ძალიან ნეიტრალურად, გავამხნევებლად მისცენ ინფორმაცია ეთიკური ფორმით, რაც ყველაზე მთავარია. მეორე მხრივ ეს არის მხარდამჭერი ადამიანები, მეგობრები, ოჯახის წევრები, რომელთაც ძალიან დიდი როლი იქონიეს ჩემ შემთხვევაში, ძალიან ცუდად მოქმედებდა უარყოფა. მაგ დროს და იყო ეგეთ შემთხვევებიც, როდესაც აი ხარა გეტყვი რა ფორმით იყო ეგ უარყოფა, აი მაგალითად როგორც გითხარი გენეტიკოსმა სამშობიაროში გითხრა, რომ 100%-ით ვერ ვიტყვი, ჯერ ახალშობილია, მაგრამ სავარაუდოდ ეს არის აქონდროპლაზია. უარყოფა რა იყო შემდეგი 2 კვირის, 3 კვირის განმავლობაში. არ იქნება ეს აქონდროპლაზია, ეს რაღაც გარკვეულ სამშვიდობის მიზნით. ხო, ან ეს არის რას ლაპარაკობ, არც იფიქრო. არც გაბედო მაგაზე დაშვება, რომ ეს შეიძლება აქონდროპლაზია იყოს, ეს არ მეხმარება მე. ნამდვილად. რომ იყოს, მე რას მეტყვი. უარყოფა არ მუშაობს და პირიქით რაღაცა უფრო ცუდად მოქმედებს, მიმღებლობა პირველ რიგში და ჩემ მეგობრის სიტყვები მაქვს დღემდე ჩაბეჭდილი, იმდენად დიდი მნიშვნელობა იქონია მაშინ მისმა სიტყვებმა და ესეთ რაღაცები მითხრა, ეხლა შემიძლია გავიმეორო. როგორც გითხარი, მის ბავშვის ბედნიერებაზე ნერვიულობ ყველაზე მეტად და მაშინ მეუბნება და თან ერთად ვართ გაზრდილები, მე და ეს ჩემი მეგობარი. რას ამბობ გოგო?
ეხიანი ცხვირის გამო და რაღაცა ხვეული თმის გამო და იმის გამო არიანო თინეიჯერებიო უბედურიო. მთავარიო, ეგ არ არისო. მთავარიო არისო, რომ სწორი თვითშეფასება გამოუმუშავო. ძალიან მაგარი სიტყვა. კი, ანუ მართლა რეალურად რო დავფიქრდია, რომ მაშინ მაგ პანიკაში ვიყავი, რომ იქნება ბედნიერი თუ არა და რეალურად რო დავფიქრდი, მართლა ეგ არ საზღვრავს ბედნიერებას. არა ნამდვილად. და ზუსტად მაგაზას გავდივართ ნებისმიერი თინეიჯერი მაგასაკში, რომ რაღაცებით არ ვართ ხოლმე. და კიდე ერთი სიტყვები მახსოვს, რომ თუ სადმე უნდა დაბადებულიყო პეტრეო, ძალიან გაუმართლაო, რომ ამ ოჯახში დაიბადაო. იმიტომ რომ კი, მე ვფიქრობ, რომ მშობლები შეხვდა. ძალიან კარგ გარემოში მოხდა, ძმებიც ძალიან აძლიერებენ და ოჯახის წევრებიც ძალიან აძლიერებენ და ხო, აი ესეთ განხნევებელი სიტყვები და მიმღებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს. ანუ დანარჩენ შვილებთან მოგიწია ამ თემაზე გარკვეული მუშაობა, რომ აი მათი ცნობიერების გაზრდა მოგეხდინა, გაგეგებინებინა რა ხდება. კი, როგორც გითხარი, უფროსები არიან თან ისინი და რაღაც ასაკში უკვე მომწიფ და მათი განმრივი შესაძლებლობები ვესაუბრებოდი ბევრს და უხსნიდი და ფოტოებით ვაჩვენებდი კიდევ აი როგორი თქვათ დიდობაში როგორები არიან რაღაც კითხვები რაც დაებადათ მე უკვე ამ კითხვებს პასუხობდი ასაკის შესაბამისად. ეხლა 5 წლისას სხვა კითხვები უჩნდება, 10 წლისას კიდე სხვა კითხვები უჩნდება და აი ამ კითხვებს მუდმივად ეს რაღაც რეფლექსია გქონდა ხოლმე. პეტრესთან ცოტა დავიგვიანე ჩემი აზრით კომუნიკაცია, ცოტა ადრე შემეძლო მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია თავის შესახებ. მაგრამ რაღაცნაირად უფრო იმაზე ვიყავი ორიენტირებული, რომ ნორმალურ, ანუ უფრო მეტად ვზრუნავდი იმაზე, რომ ამასთან ერთად ისე ვიცხოვრებთ, რომ რაღაცა ჩვეულებრივ ხდება ეს ყველაფერი. მიმღებლობაზე იმდენად ვიყავი ორიენტირებული, რომ იმაზე საუბარი ცოტა დამიგვიანდა მისთვის, რომ აქვს დიაგნოზი და ნიშნავს ეს დიაგნოზი ამას და ამას. მაგრამ აი როცა მივაწოდე ეს ინფორმაცია, ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან ეს რაღაც ასაკის შესაფერისად ვესაუბრე და ამასაც ვიტყვი, რომ მოეშვა. ის რომ თვითონ რაიმე ქონდა როგორც ჩანს დაგროვილი ეს განსხვავებებს ამჩნევდა და მე როგორც გითხარი ორიენტირებული ვიყავი მის მიმღებლობაზე და მის საზოგადოებისთვისაც ასევე მიმღებელი რომ გამხდარიყო და თვალი მიჩვეოდა და ხო ხტები აი დამალვის საწინააღმდეგო რომ გამეკეთებინა რომ ხერიქით რაღაც სოციალიზაციისთვის ხელი შემეწყო და ამასობაში თურმე მას დაგროვია რაღაც კითხვები და მე ცოტა დამაგვიანდა მაგრამ აი როდესაც დავიწყე თუ არა ეგრევე გადმოყარა ყველა შეკითხვა თვითონ არ სვამდა კითხვებს მანამდე არ სვამდა კითხვებს სხვათა შორის აი არსონ მაგან შემიყვანა შეიძლება მეც შეცდომაში. მაგრამ აი რაღაცებს აი ამჩნევდა. ნახე ერთხელ მითხრა რომ ნახე ხელი გამეზარდა და რაღაცა კლავი და ხელს ხოვს და მითხრა კიდე აი პირველი კითხვა რაზეც მივხვდი რომ მალე უნდა დამეწყო საუბარი იყო რომ 3 წლის ბავშვი იყო მასზე მაღალი. და თვითონ იყო ამ დროს 5 წლის და აი კითხვა გაუჩნდა. და მაშინ ნეიტრალურად ვუპასუხე რომ ადამიანები განსხვავებული სიმაღლისები ვართ მეთქი და ცოტა შემეშინდა მეთქი ადრე ხომ არ არის მეთქი. და სადღაც 1 წელიწადში უკვე დაუწყე საუბარი რა ეს სკოლის ასაკიდან დაუწყე საუბარი და ძალიან შვება იგრძნო თვითონაც ამბობდა ამას რომ აი ხო ვამბობდი აკონტრაპლაზია მქონია და აი ისეთ სასაცილო იყო თან და თავის ძმებსაც ეუბნებდა აი რომ გეუბნებით წყალი მომაწოდეთ ხო და ეხლა უნდა მომაწოდეთ ხოლმე მე კარგი არა იუმორის გრძნობა აი მე საოცარი ვიყოთ იუმორი ჩვენი წამყვანი ის არის მართლა მექანიზმი ამ ყველაფერთან პრინციპში გარემოს და ოჯახის მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ და როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ამ დიაგნოზის დამოკიდებულების მიმართ ფანტასტიკური ძალიან მხარდამჭერი რა თქმა უნდა ეხა იყო გამონაკლისი შემთხვევები მაგრამ აი მე უფრო ვფიქრობ რომ უნდა გავზარდოთ ერთმანეთი ნაცვლად იმისა რომ რაღაცა ითითი რაღაცა ხენა დავიგროვოთ მე მაინც ვფიქრობ უფრო უნდა გავზარდოთ უნდა ვისაუბრო და ცნობიერების ამაღლებაზე უნდა გავაკეთოთ უფრო აქცენტი რა და აი ნაკლებად გქონდეს რეაგირება აი ნეგატიურზე და ისე მუშაობს მე ისე კარგად მუშაობს მე ადამიანებს შეიძლება თვითონ გქონდეთ
უხერხულობა, კითხვები გქონდეთ და გქონდეთ უხერხულობა, რომ ამაზე ისაუბრონ და შენ აძლევ ამის სტიმულსაც, როდესაც გახსნილობას აჩვენებ და რაღაცა პატარა ინფორმაციაც რომ მიაწოდო. მე იქიდან წამოდის ეს ორმხრივი კომუნიკაცია გადაიზრდება, ცნობიერება ამაღლდება და ამის პირდაპირ პროპორციულად არის მე მათი მიმღებლობაც რა. რა ტიპის მხარდაჭერაა შენთვის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი დღეს? მიმღებლობა არის ყველაზე დიდი მხარდაჭერა. მეტი სხვას ვერაფერს ვერ ვიტყოდი. და არც პოზიტიური დისკრიმინაცია არ არის კარგი და საერთოდ არ არის საჭირო. სხვათა შორის საკუთარ მაგალითზეც მინდა ვთქვა, რომ აი შეიძლება სულ არ გინდოდეს, მაგრამ რაღაცა ესე გამოგივიდეს, იმიტომ რომ შენ თვითონ არ იყო მზად რაღაცა ისეთი შეიძლება ეგეც ძალიან ისეთ პროცესის ნაწილია. უბრალოდ აი ნელ-ნელა დავიცვათ ეს ბალანსი და ეს შუალედური მიმღებლობის იმაში ჩავჭდეთ საზოგადოებად. კი ბატონო და მგონია რომ საუბარი ამ შემთხვევაში ყველაზე ჯანსაღი და კარგი გამოსავალი. გითხარი რომ აი თავიდან ეხა ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე როგორც დედა. საზოგადოებაც ესე უნდა დავინახოთ რა, მასაც სჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა და ამაში ერთმანეთს უნდა გავაძლიეროთ. მე ჩემი გამოცდილებით უნდა გავუგო კიდევაც მათ ერთი. და ასევე ვიმუშაო, წვლილი შევიტანო, რომ მათ ის გზა, რაც მე უკვე გამოვიარე, ეს რთული გზა, ხო? მიმღებლობამდე. ეს იმის გაგებაშიც დამეხმარება, რომ რაღაც ნაწილს შეიძლება ეგ გზა გასავლელი კონდეს და ასევე შემიძლია ამის დახმარება, რომ ეს გზა გავიაროთ ყველა ერთად. კი. მაკუნა იცი რა მინდა, აი მედიკამენტზე რომ მოგვყვე. პირველ რიგში შენ წეღან ახსენე რომ მაშინვე პრინციპში უკვე აღმოაჩინეს მედიკამენტი, რომელიც ტესტირებას გადიოდა. რას აკეთებს ეს მედიკამენტი და ეხა რა სიტუაცია გვაქვს მასთან დაკავშირებით? აი როგორც აღნიშნე პეტრე, რომ გავაჩინე არ არსებობდა მართლაც არანაირი მედიკამენტი ამ სინდრომისთვის. და იყო ვოზურიტიდი, რომელიც გადიოდა ბიომარინიარ ეს მწარმოებელი კომპანია და იყო მეოთხე ფაზაზე. 2021 წელს, ეხლა არის 26 წელი, 5 წლის წინ გაიარა ყველა ფაზა, უსაფრთხოებაზე, ეფექტურობაზე და სხვადასხვა. ზაფხულში EMA-მ, ანუ ევროკავშირის უსაფრთხოების დაამტკიცა უკვე წამლის უსაფრთხოების სააგენტომ და იმავე შემოდგომაზე FDA-მ ამერიკის. ამის შემდეგ დავიწყეთ ჩვენ მოლაპარაკება უკვე სახელმწიფოსთან, რომ ჩვენი ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო, იმიტომ რომ ინდივიდუალურად მე რო შევიძინო ეს მედიკამენტი ერთი ოჯახისთვის, თან ეს არ არის ერთჯერადი მედიკამენტი. ყოველდღიურად იღებენ ბავშვები ინექციის სახით. მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სანამ ზრდის ჰორმონები დაიხურება. და ეს ეხმარება გაზრდაში? ეს ეხმარება არა, ესე იგი, არსებობს კიდე ზრდის ჰორმონი. ეს ზრდის ჰორმონი რომ მივცე პეტრეს, შეიძლება პირიქით არც უარესი იყოს, იმიტომ რომ ამათ აქვთ ტორსი ნორმის ფარგლებში და ხელები და ფეხები ჩამორჩება. მოკლედ ეს არის რა დიაგნოზია და ესე უბრალოდ ზრდის ჰორმონით არ ხდება გაზრდა. ეს ვოზურიტიდი, აი ეს უშუალოდ ამ დიაგნოზის მედიკამენტი რას აკეთებს? ხრტილოვან მასას, რაც აკლიათ ამ ბავშვებს ორგანიზმში, იმის გაზრდა განვითარებაზე მუშაობს. ამიტომაც ტორსის ხარჯზე კი არ იზრდებიან ახლა ეს ბავშვები. ძირითადად ხელებისა და ფეხების ხარჯზე უფრო მეტად იზრდებიან. აი 15-14 სანტიმეტრიანი ზრდა ქონდა ერთ-ერთ თინეიჯერს, ხო? აქედან მეტი წილი ფეხებზე წამოვიდა. და მე როგორც მახსოვს, თქვენ როცა აქტივობა დაიწყეთ, მაშინ ამბობდით, რომ რაც უფრო მალე დაიწყებ ამ წამლის მიღებას, მით უფრო კარგი შედეგი გექნება, ხო? და 0 წლიდან შეუძლიათ უკვე ბავშვებს მიღება ამ მედიკამენტის, დაბადებიდანვე შეუძლიათ და რაც მალე მოხდება, მით უფრო კარგი შედეგს მიაღწევენ. გადავიდეთ თქვენს აქტივიზმზე, როგორი იყო აი დედობის გვერდით აი ამ აქტივიზმის დაგეგმვა, წარმართვა, იმიტომ რომ საკმაოდ შრომატევადი და დამძგუნველი პროცესი არის. ეხლა რომ ვფიქრდები, ალბათ ეს რომ დამეგეგმა და ესე გამეწერა, შევხედავდი და ვიტყოდი რომ შეუძლებელია ამის გაკეთება, იმიტომ რომ იმ მომენტში ისეთი ენერგია და ისეთი ძალებით ივსები, რომ აი ახლა მე მახსოვს შარშანა 3 წლის წინ ზუსტად ამ დროს იყო, ხო? 2 ღამე მქონდა ზედიზედ გათენებული და ვიყავი ჩაწერაზეც, ვიყავი პრეზიდენტთან შეხვედრაზეც
და მე კიდე აქციაზე დავბრუნდი და საერთოდ არ მქონდა დაღლის შეგრძნება, ისე ფხიზლად და ისე მენტალურად, ისე სტაბილურად ვიყავი. ამას გაძლევს ძალა უკვე იმ მომენტში. ამიტომ ეხლა ვერ ვიტყვი როგორ შევძელი და საიდან მქონდა ამის ენერგია, იმიტომ რომ ეხლა შეიძლება რაღაცა ჩვეულებრივმა დღემ ისე დამღალოს, რომ არაფერს თავი არ მქონდა. მე ბრძოლაში როცა ხარ და აი ამ მიზნისკენ სწრაფვაში როცა ხარ, ყველაფრის მოსწრებას და ყველაფერს ახერხებ. ერთ-ერთი ეგ იყო, რომ წამალი რომ დამტკიც და ამერიკაშიც წელიწად ნახევარი ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებების რეჟიმი. ხო. და ბოლო ნახევარი წელი უკვე იქიდან იგნორი რომ წამოვიდა და რომ მივხვდი რომ აღარ გვითვალისწინებდნენ და თავის ამრიდებლური გახდა მათი პოლიტიკა. რაღაც მომენტ ცოტა ხანი მქონდა ცოტა გაუბედაობა რომ აი როგორ გაუბედო ეხა ძვირად ღირებული მედიკამენტია ცოტა ესეთი გაჭირებული ქვეყანა და აი გამბედაობას ვერ ვიკრებდი რომ ხმამაღლა დამეწყო ამაზე ლაპარაკი რომ ეს მოგეთხოვათ სახელმწიფოსთვის და მე დაიმთხვა ისეთი ნიუსები, რომ უცებ განვისვა რამდენი მილიონი იხარჯება კონცერტებში, რამდენი მილიონი დაიხარჯა ნაცვისხეში და აი ამანაც მომცა ძალა, მე ეს დედები გავერთიანეთ, ერთმანეთი გავაძლიერეთ, დავიწყეთ აქციები და აი დაწყების მომენტიდან უკვე ვიცოდი, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი და ამის ძალები მეძლეოდა და მეძლეოდა, ყველას გვეძლებოდა. შედეგის დადგომა როგორი იყო? შედეგის დადგომა არ იყო ერთიანად სასიხარულო და რატომ? მაისის დასაწყისში 20 აპრილს დავიწყეთ 19 აპრილს. მაისის დასაწყისში გვითხრეს, რომ გადავინაცვლოთ სამუშაო მაგიდასთან და კარგიო შემოვიტანოთ მედიკამენტი, დავიწყოთ პროტოკოლის გაწერაო. ანუ უბრალოდ მოლაპარაკება დაიწყო იმ ეტაპზე. არა, ფაქტობრივად ეს დასტურს ნიშნავდა. ხო. რომ ანუ ოკეი, კარგი, დავუწყოთ. მაგრამ იმდენად ტრაუმული გამოცდილება გქონდა წელიწად ნახევრის განმავლობაში, ასევე ეს მიდიოდა, რომ კი, შემოვიტანთ, უცებ არა, არა, ნდობა ერთიანად არ გაჩნდა. ამიტომ ეს გამარჯვების შეგრძნება ერთიანად არ გვქონია არავის. ხო. ეს იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში, ჩვენ ვიყავით ფხიზლად, ჩვენ ვიყავით დაძაბულები, იმის პარალელურად, რომ კვირაში ერთხელ მულტიდისციპლინარული ჯგუფთან ერთად ვიკრიბებოდა პროტოკოლს ვწერდით და პარალელურად მიდიოდა წამლის მწარმოებელ კომპანიასთან სახელმწიფოს მოლაპარაკება, მაგრამ მაინც ვიყავით დაძაბულები და მაინც ამ სიფხიზლეში, რომ ხო არ მოგვატყუებენ ისევ. იმიტომ ეხლა ერთი წელი რო გატყუებენ და მეტი, მე ძნელია დაიჯერო. ამიტომ ერთიანი გამარჯვების შეგრძნება მქონდა მაშინ, როცა ნოემბერში, 14 ნოემბერს პირველმა ბავშვმა მიიღო ეს მედიკამენტი. აი მაშინ მქონდა რომ რაღაცა ნამდვილად მომეშვა. ახლა იღებთ ამ წამალს. ახლა იღებს ამ წამალს ნოემბერში დაიწყო და 5 ბავშვი ემატებოდა 3 თვეში ერთხელ. ჩვენ 2 დამატების შემდეგ რაღაცა 6 თვეში დავემატეთ, პეტრა 6 თვეში დაემატა და იმის მერე ყოველდღიურად იღებს ინექციის სახით. აქვს უკვე 10 სანტიმეტრიანი ზრდა. კი, მაგარი. 10 სანტიმეტრიანი ზრდა აქვს. თავის გარშემოწერილობა ოდნავ შეუმცირდა, კიდურები ეწევა ტანს და ძალიან კარგი პროგრესი აქვს, არა მარტო პეტრეს, ან ყველა ბავშვს ჩაერთო. კი, ასევე პროტოკოლში ჩვენ ძალიან ეს რაღაცა ბევრი სიზუსტე შევიტანეთ. ერთ-ერთი იყო ის, რომ ყველა რისკი გავთვალეთ, ხო? აი თუ კი მედიკამენტი არ იმუშავებს და კონკრეტული ციფრები შევიყვანეთ, რომ ამაზე ნაკლებ ზრდას პროგრესს მისცემს რომელიმე ბავშვს, ის ავტომატურად მოიხსნება მკურნალობიდან. ანუ აქაც რაღაც აქ უკვე სახელმწიფოს ხარჯებით დავაზღვიეთ, რომ თუ კი ეფექტური არ აღმოჩნდა რომელიმე ბავშვის შემთხვევაში, თუნდაც არ გაგრძელდება. ჯერჯერობით ყველას შემთხვევაში ეფექტურია და აი ამ წესებში ვჯდებით. ძალიან მაგარია ეგ ამბავი. როგორ შეიცვალა დედობის მნიშვნელობა შენთვის მით უმეტეს აი ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბის შემდეგ, რომ ერთი იყო დიაგნოზი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც გაიარე და რომელიც მოიგე. მე ისევ და ისევ იმას ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ვისწავლე ამ გამოცდილებით და გავიზარდე პიროვნულად. სიმართლე გითხრა, ძალიან ამარტივებს ცხოვრებასაც, დედობასაც და მეტად სასიამოვნო ხდება და არა მტანჯველი, როდესაც აი ამ ეტაპებს ძალიან ესე გაივლია. დაჩვიერებულად და მიმღებლობაშიც იქნები და
ხო რაიმე შეიცვალა სხვა შვილებთან ურთიერთობაში აი რას გულისხმობ იცი იქნებ უფრო გამგები გახდი ტოლერანტული გახდი მიმღებლობა უფრო გაგეზარდა მათთან მიმართებაშიც ხო იმიტომ რომ კერთია დიაგნოზი მაგრამ შვილები ხან აშავებენ რაღაცას ხან ჩვენთვის არასასრულ თვისებებს ავლენენ მაგრამ დედას როცა ეს ტოლერანტობა და ეს მიმღებლობა ეზრდება ყველა შვილის მიმართ იქნებ აი ამას ვკითხულობ კი, რეალურად უფრო სხვა მხრივ მაქვს გამოწვევები, როგორც სხვა ყველა დედასავით, სამი შვილი საკმაოდ რთული არის მათთვის ყურადღების თანაბრად გადანაწილება, უფრო აი ამ გამოწვევების ხანაში ვარ, რომ თანაბრად გადავანაწილო ყურადღება, რომ ვიყო ყველასთვის საკმარისი, სამივესთვის საკმარისი. მიმღებლობა რა თქმა უნდა როდესაც გეზრდება ზოგადად ყველაფერში გეხმარება და ურთიერთობებს უფრო მეტად ეტყობა მე ბავშვებთანაც ეს მაგრამ აი როგორც აღნიშნე ჩემი გამოწვევები უფრო სამშვილისთვის ყურადღების გადანაწილება და ხარისხიანი დროის გატარება არის სირთულე ვიდრე ის რომ განსხვავებული არის აქედან ერთ-ერთი და თქვათ რაღაცას მაგ მხრივ გამოწვევები ნაკლებია, როდესაც აი ამ ფაზებს გაივლი და რაღაცა ძალიან ცნობიერად შეეჭიდები ამ თავიდან გაივლი კარგად, ასე ვთქვათ, ამ გამოწვევებს, მერე ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი ხდება ცხოვრება. აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა, იმიტომ რომ მრავალშვილიანი დედა ჩემთვის არის წარმოუდგენელი გმირობა და საერთოდ არ მესმის როგორ უმკლავდებით ამხელა ჯაფას. ხო, აი რაღაცა ესეთი გამოწვევები ბევრი გვაქვს რა, რომ აი სულ მერე შეიძლება დაყვებოდეს ეს შფოთვა, რომ ხო არ ვაკლებ, ყურადღებას არასწორად ხო არ ვანაწილებ, საკმარისად ვატარებ თუ არა დროს და ეს არის ყველაზე რთული ალბათ რა ამ დროს. მაკუნა, რას ეტყოდი დედას, რომელიც ახლა იწყებს ამ გზას? ვეტყოდი, რომ ეხლა რაღაცები ძალიან რთულად ეჩვენება სავარაუდოდ და რთულ გზად აღიქვამს. უბრალოდ იმედს მივცემ და გავამხნევებ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი გამარტივდება და ბავშვი მისცემს კიდევ ამის ძალას ძალიან დიდს. და არაუშავს ყველა ის ფიქრი, ყველა ის ემოცია, რაც თავიდან მოდის, არის ძალიან ბევრნაირი, ძალიან ქაოტური, ძალიან მრავალფეროვანი, მაგრამ ნელ-ნელა დაწყნარდება ეს ყველაფერი და ბავშვი ამ დროს ძალიან გვაძლიერებს ხოლმე და ახლობელი ადამიანები და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან კარგი რჩევა არის. მაკუნა, ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის აი არ ვიცი, უდიდესი გამოცდილება იყო შენთან საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე გავიგე და ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი. ძალიან მადლობა თქვენ. ოთხივეს ძალიან დიდ წარმატებებს მთელ თქვენ ოჯახს. და ძალიან მიხარია, რომ ეს წამალთან დაკავშირებული ამბები ძალიან კარგად დასრულდა და ესეთი პროგრესი არის. პირველ რიგში მგონია, რომ თქვენი გამოცდილება და მედიკამენტის ამბავიც ბევრ სხვა დედას აძლევს ძალიან დიდ იმედს და დასაყრდენს. მადლობა თქვენ ამ ბრძოლისთვის. მადლობა თქვენ. ეს იყო დედების პოდკასტი. შეგახსენეთ, რომ ჩვენი ეპიზოდის სპონსორი იყო Baby Bio, ნომერ პირველი ბიოორგანული ბრენდი საფრანგეთიდან, რომელიც აწარმოებს ძალიან გემრიელ ბავშვთა კვების ხაზს. არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, გახდეთ გამომწერები YouTube-ზე და სოციალურ ქსელებში.